მოვაგვარეთ პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო კორუფციასთან, მოვაგვარეთ პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო კრიმინალთან და კონკურენტებთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სახელმწიფო ჩამოყალიბდეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოგვარდა, ჩვენ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ყოველ კონკრეტულ პრობლემაზე არ ვიცოდოთ, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აქვს. ეს არის ის საკითხები, რაც უკავშირდება დასაქმებას, რაც უკავშირდება სოციალურ დაცვას, რაც უკავშირდება ფონდში შეიძლება ნაკლებად, მაგრამ სხვა რაიონებში სოფლის განვითარებას, უკავშირდება ჯანდაცვის საკითხებს, რაც უკავშირდება საპენსიო რეფორმას და ეს არის თავარი, რაც ალბათ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების. პირველი სექტემბრიდან საპენსიო პაკეტი იქნება 100 მოწინააღმდეგე თითოეულ პენსიონერისთვის, დაზღვევის პროექტი იყოს ყველა პენსიონერისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ფონდში არის და რომელიც მიმართავს შესაბამისად ფონდის საავადმყოფოს. ამიტომ არის რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვაკრიტიკებენ იმასთან დაკავშირებით, აი სად არის ასი საავადმყოფო, როგორ გახორციელდა ეს პროექტი, გახორციელდა თუ არა, დღეს ყველას აქვს საშუალება თავისი თვალით ნახოს. სად, როდის, რომელ რაიონში რა გაიხსნა, 100-ზე მეტი საავადმყოფო არის გახსნილი, წლის ბოლომდე 150-მდე იქნება ახალი საავადმყოფოების რაოდენობა. ადრე ყველა ამ სერვისით სარგებლობის უფლება იყო რაღაც განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების შესახებ. დღეს ეს არის ხელმისაწვდომი ყველგან, თითოეულ ჩვენ ქალაქში, თითოეულ რაიონში. თქვენი ოპონენტები თვლიან, რომ მსგავსი შეხვედრები არის წინასაარჩევნოდ გათვლილი, ანუ ერთგვარი კამპანია. ჩვენი კამპანია არის არჩევნებამდეც, არჩევნების შემდეგაც. კამპანია არ არის რაღაც განყენებული დროში მოწყვეტილი ნაბიჯების ერთობლიობა. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენ საზოგადოებას. ესეთ შეხვედრები გქონდა წინა წელსაც, იმის წინა წელსაც საზოგადოებას თუ მოწყდა პოლიტიკური გაერთიანება, მას არ ექნება არანაირი წარმოდგენა იმ პრობლემებზე, რაც საზოგადოებაში. თქვენ როდესაც ამაყობთ იმით, რომ თქვენი ქალაქი გაყავთ, თქვენი ქვეყნის ქალაქი გაყავთ, ბათუმი ბუნებრივია ამბიცია გაგაჩნიათ, რომ ფოთიც ასეთი იყოს. დიახ, სურვილი მაქვს, რომ ბათუმისნაირი იყო და ბათუმის უკეთესი იყო. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ არ დავიწყებთ ძირეულად ამ ყველაფერს ძირგამომყარი სისტემის გამოცვლა, ვერ გავაკეთეთ მნიშვნელობას, ან ვერ დაიფარება ასფალტით საფარი მანამდე, სანამ კანალიზაცია არ გამოიწვია. ეს ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არა? ვერ გაკეთდება, ვთქვათ, სანამ ელექტროენერგიის პრობლემა ვერ მოგვარდებოდა სხვა პრობლემები. ეს თავარი ჩვენ დავძლიეთ. ამის პარალელურად სახელმწიფო მუდმივად ფიქრობს, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ თქვენ დასაქმდე და გარანტირებული სამსახური გარანტირებული შემოსავალი გქონდეთ. ვინმეზე დამოკიდებული არ გახდეთ და ერთჯერადი შემოსავლით და გასამრჯელოთი არ დაკმაყოფილდეთ.